კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო კარგო. მოკლედ ინგლისურ ენაზე ალბათ ნახავდით, მაგრამ სურს რომ ქართულ ენაზეც ჩავწერო Squid Game-ის მეორე სეზონის განხილვა, იგივე კალმარის თამაშების. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო მეორე სეზონი. ვინც ვერ მოითმინეთ და თარგმანს ვერ დაელოდეთ. ალბათ ჩემს ვით უყურებდით და ძალიან მალე დასრულებდით ერთ-ერთ დღეში ალბათ. რა თქმა უნდა პირველი სეზონივით აღსაბრთოვანებელი და გადასარავი არ იყო. Plot twist-ებიც იმდენად ბევრი არ იყო, მაგრამ ყველაზე მეტად რაც ამ სეზონში მომეწონა ის იყო, რომ ანტაგონისტი წარმოგვიდგა პროტაგონისტად და პროტაგონისტი ანტაგონისტად. ამას თქვენ თვითონაც მიხვდებით, ვინც დაკვირვებული ხართ პერსონაჟების შესწავლაში, ეგრევე მიხვდებოდით, რომელი პერსონაჟი ვინად ასახებდა თავს და რეალობაში სრულიად განსხვავებულები რომ იყვნენ. ასე რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია ამ სეზონის. კიდევ ყველაზე დასამახსოვრებელი ის არის, რომ თავი პერსონაჟი იგივე ჯიჰუნი ვერ და ვერ სწავლობს ჭკუას. იგივე ნდობის ფაქტორია, როგორც პირველ სეზონში. რა თქმა უნდა, პერსონაჟი არ დავაკონკრეტებ ვისთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ისევ ცდება. არ შეიძლება ასე ყველა ადამიანს ენდოს, სწორედ მაგაზეა ხაზი გასმული, რომ უნდობლობასაც ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა ქონდეს ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, სხვა პერსონაჟები ყველა ძალიან საინტერესო არიან და ჩემი აზრით ძალიან კარგია რომ ღრმა შესწავლა დაუთმეს ამ სეზონში პერსონაჟების. პირველ სეზონში უფრო ზედაპირულად იყო განხილული და გახსოვთ ალბათ რომ ძირითადი აქცენტი მხოლოდ რამოდენიმე 5-3 პერსონაჟზე ეკეთებოდა. აქ კი უფრო მეტი პერსონაჟი წარმოგვიდგება და ეს ძალიან მომეწონა ამ სეზონისთვის. რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, pay tribute, ანუ პატივისცეს original OG stories Battle Royale-ს ამ ფოტოშებს და Hunger Games-საც ძალიან მოგაგონებთ ამ სეზონის დასასრული, ზუსტად Hunger Games-ის cliffhangers და ძალიან გაბრაზდები, რომ ეგრე დამთავრდა. რა თქმა უნდა, პირველი სეზონის დასასრულსაც გაგონებთ, მაგრამ პირველ სეზონში, ასე ვთქვათ, უფრო გათვითცნობიერებული და დამსახურებული დასასრული იყო და ეს მეორე სეზონის დასასრული ხვდები, რომ იმ პერსონაჟს, ვისაც ეს დაემართება, ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს. და ძალიან მომეწონა ის თემა ჩაგდებული, რომ აი ბავშვების მეგობარი, ახლანდელი მეგობარი და როგორ შეიძლება რაღაცა გავიდეს წლები და ადამიანს მოიკითხო, მაგრამ მე ნახო ის ადამიანი და ძალიან გული დაგწყდეს, რომ ისეთი ბედი აქვს, როგორიც ამჟამად და გსურს, რომ სულ წარმატებული იყოს და არა ისეთ დღეში, როგორც ახლა არის და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი პრობლემა ის, რომ ადამიანების არჩევანს ყურადღებას არ აქცევენ და ისინი წყვეტენ ყველაფერს, ვინც ძალაუფლება გააჩნია ვისაც და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენთანაც და ყველგან და ეს გულს წყვეტს და გიგლიჯავს, ასე ვთქვათ. მოგეწონებათ უყურებთ.